არაფერს არ ვაპირებ ჯერ. იცით რა, ასაკი იგრძნობა უბრალოდ ცოტა ფიზიკურად, თორე გული და გონება და ეს არ ბერდება. ყოველთვის უხარია მას სიცოცხლე და ყოველთვის უხარია ყოველივე კარგის და ყოველივე სიკეთის დანახვა. და ნათლიას ალექსანდრე ბასილაიას ნათლულისგან, რომელსაც ახლა კადრში ხედავთ, როცა სათქმელს მისივე შემოქმედებით ამბობ, როცა დამოკიდებულებას დიდი ხელოვანის მიმართ მისი მუსიკით გამოხატავ. ალბათ ამიტომაც ამბობენ, რომ ადამიანი იქამდე ცოცხლობს, ვიდრე უყვართ. კომპოზიტორი იქამდე ცოცხლობს, ვიდრე მისი მუსიკალური ნაწარმოები ისმის. ის კი თავადვე ამტკიცებს, რომ ეპოქალური მნიშვნელობის კომპოზიტორია, რომელიც მხოლოდ დროს კი არ უძლებს, მეტიც მისი შემოქმედება გაცილებით შთამბეჭდავი, ღრმა და აქტუალური ხდება. როცა ალექსანდრე ბასილაიას შესახებ საუბრობთ, დანამდვილებით ვიცით, რომ სიყვარული მარადიულია, მისი კომპოზიციები უკვდავი. ბუთხუზი ალექსანდრე ბასილაია დღეს ჩვენს რუბრიკაში. მე მთლიანობაში რომ გავხედავ ჩემს ცხოვრებას, რო თქვა ის უკმაყოფილო, ბევრი მეგობრები მყავს. და ბევრი ის ხალხი, ვისაც მე უყვარვარ და ვინც მეყვარს, ეს უკვე ცოტა არის. იყო და არა იყო რა. შეყვარებულთა ქუჩაზე როცა მის მეუღლეს კითხეს, ნელდება თუ არა მერე ყველაფერი, ასეთი იყო პასუხი. არა მიყვარს. თუმცა ალბათ მერე ყველაფერი ძნელდება, როცა 50 წლის განმავლობაში ადამიანთან დიდი გრძნობით, დიდი სიყვარულით ცხოვრობ, უფრო ზუსტად, როცა 18 დღეში თანაცხოვრების 50 წელი უნდა აღნიშნოთ ერთად, მაგრამ შეყვარებულთა ქუჩაზე აღარ გამოიდარებს და მერე ყველაფერი ძნელდება. ეს უნდა გნახო, იცოდე. უნდა განმეახლო სიცოცხლე. ახლა მენატრება შენი ხმა. ახლა უნდა მითხრა ჩემი ხარ. პროექტი იმღერე ლუიზა კობალაძე და ალექსანდრე ბასილაია. მე შენს რომ ძალიან იშვიათად მინდება შენი რუბრიკის დროს კომენტარის გაკეთება, მაგრამ ეს კომენტარი აუცილებლად ის ემოცია განმიახდა, რაც მქონდა შემოდგომაზე, როდესაც ეს ეპიზოდი ჩაიწერა მიმღერესი და ამას უსმენდი იქ ადგილზე ცოცხლად და მართლა ჯერ ერთი რომ საოცარი ნომერი გამოვიდა და ეკანაცვლიშულს ამ იდეისთვის დიდი მადლობა რომ რაღაცნაირად მოახერხა და ეს დუეტი შედგა ლაივ რეჟიმში და იქაც თქვი ესეთი სიტყვები მახსოვს სცენაზე რომ ამაზე კეთილი და ამაზე ნამდვილი და ამაზე სწორად აღწერი სიყვარულისა სიმღერა მე მართლა არასოდეს არ მომისმენია და ეს შეუძლია ალბათ ადამიანს მხოლოდ დაწეროს, რომელსაც მართლა ძალიან უყვარს თავისი პროფესია, უყვარს თავისი ახლობლები და რა თქმა უნდა პირველ რიგში თავისი მეუღლე. ყველა სიტყვაში გეთანხმები და ქართველი ხალხიც გეთანხმება, იმიტომ რომ ნახეთ რას წერენ კომენტარებში აი ამ ვიდეოს ქვეშ, სადაც ამხელა სიყვარულია, იქ სიკვდილს რა უნდაო და მართლაც ქართველი ხალხისგან უდიდესი სიყვარული იგრძნობა ამ კომენტარებში. თავადვე უთქვამს ალექსანდრე ბასილაიას, ტყუილად არ მიცხოვრია ხალხის სიყვარული, ხომ მთავარიაო. ჩვენ ნამდვილად დაგვიტოვა მან სიყვარულით, სიკეთით და სილამაზით სავსე სიმღერები, ყოველი მოსმენისას რომ ნამდვილად უწმუნდებით, რა მასშტაბის შემოქმედი გვყავდა და გვყავს დღესაც მისი სახით.
მე ვთქვი რომ მე წყვილ არ მიცხოვრე ამ ქვეყანაზე. შვილი წავს, შვილიშვილები წავს. შემოქმედებაში რაღაც გამიკეთებია, რაღაც დამეტოებია. ქუჩაში რო გავდივარ ხალხი მიღიმის, რაღაც ხალხის სიყვარულს ვზნობ, ეს უკვე ცოტა არ არის. აი ეს დოკუმენტური ფილმი, რომელსაც ახლა კადრებში ხედავთ, იმედის ეთერში 2007 წელს გავიდა. ფილმის ავტორია ირაკლი მოსეშვილი, ჩვენთვის ძალიან საყვარელი ადამიანი და მადლობა მას, რომ ისტორიას და არქივს შემორჩა დიდი მაესტროს ძალიან საინტერესო ინტერვიუ, რომელსაც მე პერიოდულად აუცილებლად მოგასმენინებთ. მაშინ კომპოზიტორს 65 წელი უსრულდებოდა, 2 წლის შემდეგ კი გერმანიაში წასული სამწუხაროდ სახლში ვეღარ დაბრუნდა. გასვლისას ჩვეულებრივად დავამშვიდობე, ვერც წარმოვიდგენდი, რომ ვეღარ ვნახავდიო იხსენებს მისი მეუღლე, რომელიც ერთხელ სცენაზე აი ამ სიმღერის შემდეგ სიყვარულსაც კი აუხსნის ძალიან მიყვარხარო. ეტყვის ალექსანდრე ბასილაიას, თავადაც თურმე კომპოზიტორი სიცოცხლის ბოლო წამამდე სჯერა, რომ სახლში დაბრუნება ერთადერთი გამოსავალია. ითხოვს სამშობლოში გამოფრენას, მაგრამ სამწუხაროდ არ გამოვა. 67 წლის ასაკში წავა, თუმცა იმდენად დაუჯერებელი იქნება ყველასთვის დღესაც, როგორც თავად ეძახდა თავისი ბიჭები. თავისი ივერიელები დაბადების დღეს ისე ულოცავენ, როგორც ცოცხალს. ასეთია პატივისცემა, ასეთია ადამიანობა, ასეთია სიყვარული და ასეთია დამოკიდებულება, მაშინ როცა ძალიან დიდი ხარ. და ამას ყველაზე კარგად ახსნის თემურ ციკლაური, როცა მოასმენინებენ ბუთხუზის პასუხს, როგორ გახდა კომპოზიტორი. ეს რო ვთქვა, ეს წკენით გავხდი კომპოზიტორი. კი თავის თავზე შეიძლება თქვას კი დიდი იყო, იცი, ძალიან დიდი იყო. იმიტომ თქვა ესე რომ დიდი იყო და ამპარტავნობა და ამბიციები რო არ გააჩნდა, იმიტომ იყო ასე. მეგობრებმა დამაძალეს, რომ კომპოზიტორი გამხდარიყავი რეპერტუარს არავით იწერდა და ვიღაცას ხომ უნდა დაეწერაო, ამას გულისხმობდა. წკენაში გარდაცვალებამდე 1 წლით ადრე შექმნის ბოლო კომპოზიციას, რომელსაც ასე დაარქმევს, რაღაც დასრულდა. მუსიკალურ კლიპს ბასა ფოცხიშვილი გადაიღებს. 1 წლის შემდეგ სამწუხაროდ რაღაც ნამდვილად დასრულდება. ბუთხუზას პირველად ბებია დაუძახებსო. ბუთხუზა არასდროს იქნება არც ბავშვობაში, ალბათ ხასიათით იყო ბუთხუზაო. ხასიათით ნამდვილად გამორჩეული ექნება რბილი, გულჩვილი, თავდაბალი, მოსიყვარულე, თანაც დამახასიათებელი, განსაკუთრებული ღიმილით, რომელიც დარწმუნებული ვარ ყველას კარგად ახსოვს. იძახდა რომ ძალიან ნიჭიერი ბავშვია, პატარა რომ ხოჭით მაშინ იმით სიარული რა ქვია, მუსიკალური პაპკით. ცოტა ისეთი ეზოში და ქუჩაში მათიცლებოდა და მე მუსიკალურ სკოლაში ფაქტურად ამოვიდა და მუსიკის სწავლა დაიწყო სადღაც უკვე რომ გავხდი 17 წლის. დედაჩემს უნდოდა რომ მე ექიმი გამოსულიყავი. ან ინჟინერი, კალკულური ნიჭი მქონდა მათემატიკის. როდესაც აი ასეთი დიდი ადამიანების შესახებ საუბრობთ, ცხოვრების რაღაც ეტაპებს გავდივართ, გიყვებით წარმატებების, რთული და მძიმე პერიოდების და მერე რა თქმა უნდა სიყვარულის შესახებაც. თუმცა ალექსანდრე ბასილაიას შემთხვევაში ყველაფერს პირიქით დავიწყებთ, იმიტომ რომ ის ამაშიც განსაკუთრებული აღმოჩნდება, სიყვარული თითქოს მასთან ერთად დაიბადება. შეუყვარდება ჯერ კიდევ ტყიბულში ცხოვრებისას, სკოლაში 14 წლის ასაკში. სიყვარული სახელად ლუიზა კობალაძე, 2 თუ 3 წლით უფროსი ძალიან ლამაზი უამრავი თაყვანისმცემლით. ბავშვური სიყვარული სინამდვილეში ბავშვური არ აღმოჩნდება. ზღაპარი სიყვარულისა თურმე რეალურად მერვე კლასიდან იწერება. შეყვარებულთა ქუჩაზე მაინც
სულ ველოდები და ისიც მოდის, მაგრამ უკვე მხოლოდ სიზმარში. გუშინაც და მე სიზმრა ზუსტად ისეთი იყო, როგორც მაშინ ერთად რომ ვიყავითო. ლუიზა კობალაძის ინტერვიუების მოსმენისას შეუძლებელი მგონი არ გაგეფიქროთ, არ ინატროთ, ისეთი გრძნობა ამ ორ ადამიანს შორის ძალიან ბევრი წლის წინ რომ გაიბა, როცა ბავშვობად თურმე ერთმანეთს უკავშირდება. რას თხოვს 14 წლის ალექსანდრე ბასილაია მომავალ მეუღლეს? მოვისმინოთ ინტერვიუ. გამოვაგზავნა თავისი მეგობარი პასპორტით და თქვა რომ ხელი უნდა მოვაწეროთ. მე ჩვენი ფურცელი მე ამოვიღო შობლემ არ ნახო, იმიტომ რომ მინდა რომ ლუიზა იყოს ჩემთან სულ. რომელი ხელის მუზიკა მეუთხარი რას ლაპარაკობ 14 წლის ბიჭი. ბუთხუზი არ დანებდება, პასუხად სიყვარულს დაიბრუნებს, შეყვარებული სახლშიც ხშირად ივლის, მამაჩემი გაზეთს კითხულობდა, ჩვენ კი სასიყვარულო წერილებს წერდით იმავე ოთახში, ერთმანეთსო იხსენებს ლუიზა კობალაძე. ტყიბულში გატარებული ბედნიერი ბავშვობის გაგრძელება კი თბილისი იქნება, თუმცა ძალიან ბევრი სირთულით და მოულოდნელობით ხელის ჩუმად მოწერით, მაინც მოაწერეთ. ხელს ჩუმად და ერთ ოთახში ცხოვრებით თუ არ ვცდები, 17 კვადრატული იქნება ეს ოთახი, ერთი საწოლით, მაგიდით და სკამით. ძალიან ემოციური ერთ-ერთი ფრაგმენტი, სადაც კომპოზიტორის მეუღლე საუბრობს, ასე ვთქვათ, აკრძალული სიყვარულის, ალექსანდრე ბასილაიას ოჯახის მხრიდან წინააღმდეგობების და ბუთხუზის სახრიდან წასვლის შესახებ. მაშინ ის 3 თვის ორსული იქნება. წავიდა ბუთხუზა რა გაუკეთეს, რა უთხრეს იქ, მოვიდა და მითხრა მე უნდა წავიდე ფოთში. ჩემოდანი აიღო და წავიდა. აი ამ 10 დღეში ჩატეული ყველანაირი ემოცია იქნება. შემდეგ განცდა, დარდი, ნერვიულობა და მეათე დღეს ფანჯრიდან დანახული იმედი. ალბათ სხვანაირად არ შეიძლებოდა, როცა ასეთი სიყვარულია შეყვარებულთა ქუჩაზე უცებ გამოიდარებს. სხვათა შორის ზღაპარი სიყვარულისა ცოტა ხნის წინ რომ ვისმენდით, ალექსანდრე ბასილაიას პირველი სიმღერაა, ეძღვნება ვის თუ არა ლუიზა კობალაძეს. დაიწერა სწორედ იმ ერთოთახიან ბინაში, იმ ინსტრუმენტზე, რომელსაც თურმე კლავიშები კი აკლდა. შემოვიდა შვა გავგიჟი ესე ისე რომ არაფერი არ მithია შემოვიდა და მიჩოქა და მითხარ არასდროს შენ აღარ დაგტოვე ეს შეუდაგრახო დამიჩოქა და არასდროს აღარ დაგტოვებო და შემდეგ მართლაც ასე იქნება ცხოვრების ბოლომდე, დაბრუნებული მართლაც აღარ საწავა, მერე წლების განმავლობაში სცენაზეც ერთად იდგებიან და მოგეხსენებათ, რომ ანსამბლი ივერიის სოლისტი იქნება ლუიზა კობალაძე, საქართველოს დამსახურებული არტისტი, მეუღლისგან მისთვის მიძღვნილ სიმღერებს რომ მიიღებს საჩუქრად. მე ყველაფერი ნელდება რომ არის ასეთი პოპულარული სიმღერა. პირველად აქ ჩვენთან როიალთან ჩვენ მიმღერეთ ეს სიმღერა მე და ბუთხუს. მითხრა რომ ესე იგი მოდი მოისმინეო და მივედი გაჩნდა ჩვეულებრივად დაუკრა. ხო და ძალიან მომეწონა. მე კიდე ერთხელ დაუკრა რაღაცა და ისე მე სიტყვებით ვიმღერეთ ტირუდით კიდე რაღაცა. არავინ არ უკრავს ამბოლაზე. რაც ბუთხუზე გარდაიცვალა. გული მткиვა, მაგრამ რა უნდა მერე სინამული ვლინდება, მერე ყველაფერი წკინდება. სხვათა შორის ძალიან საინტერესო ისტორია აქვს თავად ამ სიმღერას სახელწოდებით. მერე მორის ფოცხიშვილს უჩუქებია კომპოზიტორისთვის წიგნი, რომელსაც უკან ეწერა. მერე ყველაფერი ნელდება, მერე ყველაფერი ძნელდება, ვნება მდუმარებით დუნდება. როგორც კი ტექსტი წაუკითხავს ალექსანდრე ბასილაია დამჯდარა ინსტრუმენტთან და წამებში შეუქმნია ის, რაც ახლა ჩვენს მაყურებელს ესმოდა, ასე დაიწერება დღესვე უნდა გნახო იცოდე, უნდა განმიახლო სიცოცხლე. მას სიცოცხლეს განუახლებს ყოველ ჯერზე მისი მეუღლე. უნდა განმიახლო სიცოცხლე. თუმცა აი ამ ძალიან პატარა ასაკში შექმნილ ოჯახს მოყვება სირთულეებით და როგორც მეგობრები იხსენებენ, რამდენიმე ადგილზე ერთდროულად იმუშავებს ერთ-ერთ ძალიან საინტერესო ისტორიას აი დოკუმენტურ ფილმში თავად კომპოზიტორი გაიხსენებს. სანამ ეს დარბაზი აშენდებოდა, მაშინ ძველ თბილისლებს ახსოვს, რომ აი აქ გზა იყოფოდა, ტრამვაი იქით მიდიოდა ვაკეში, მეორე აქეთ მიდიოდა და აქ იყო რაღაც ერქვა სამონტაჟო კანტორა, აი წყალსადენის და იმის და ჩემი
სტუდენტობის დროს მე იქ მუშაობდი, ვიყავი შეგირდი, სლესარის შეგირდი. და ისე აგისრულდა ყველაფერი ამ ადგილას დაიდგა შემდეგ ესეთი ლამაზი შენობა. მართლა სიმბოლურია, რომ მე თავად ამ საკონცერტო დარბაზის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი გახდება მეტიც კულტურულ ფენომენს შექმნის, რომელიც ქართული ესტრადის სრულიად ახალ ენას ჩამოაყალიბებს, ყველაზე რთულ დროს ხალხთან მიიტანს სიხარულს, სინათლეს და გულის ამოძახილს. საკმარისი იყო ბასილაიას მელოდია, რომ თბილისში სინათლე ინთებოდა, რომელსაც ვერაფერი ჩააქრობდაო წერდნენ. თუმცა იქამდე ისწავლის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, სხვათა შორის კონტრაბასის კლასში და თავად ასე გაიხსენებს ამ ისტორიას. ჩემი პირადი კონტრაბასი ბოლოს კლასს დავუტოვე, ბოლო კონცერტზე კი ასე ვთქვი, ეს იქნება ჩემი ბოლო გამოსვლა კონტრაბასითო. კონტრაბასი არ ვიცი, თუმცა რა მაგარია, რომ ცხოვრების ბოლომდე როიალთან იჯდება და აი ასე საოცრად შეასრულებს ყველაფერს. ალექსანდრე ბასილაიას ცხოვრებაში იქნება სამედიცინო უნივერსიტეტის ანსამბლიც, ანსამბლი თელავში, ორერა და რობერტ ბარძიმაშვილის მიერ არანჟირებების შეკვეთა. თითქოს ეს ყველაფერი მის ნიჭს ზემოდან ძალიან უხვად მინიჭებულს კიდევ უფრო გაამყარებს. მერე ძალიან დიდი ოსტატობით რომ შექმნის ინსტრუმენტულ კომპოზიციებს, მიუზიკლებს, როკ ოპერებს, ქართული ხალხის მუსიკალური ცნობიერების განუყოფელ ნაწილად რომ იქცევა. თუმცა აქვე მოგესმენინებთ პატარა ფრაგმენტს, როგორ იხსენებს სასწავლებელში ჩაბარების ისტორიას. ესე მიმიღეს კაკონით სმენა გამისინჯეს. გაბა გაიმეორეთ. ეს გაიმეორეთ. კიდე. ეხლა მე დაგიკაკურებთ მე უთხარი და. გაურთულა საქმე ამ ადამიანს როგორ გაუსინჯეს სმენა. 40 წლის განმავლობაში ის დიდების საფეხურიდან არ ჩამოვა, ქართულ მუსიკას კი არაერთ სიახლეს შესძენს განსხვავებული ფორმებით და მხოლოდ მისთვის, მხოლოდ ბუთხუზასთვის დამახასიათებელი ხელწერით. პირველივე ბგერიდან რომ იცნობთ და ალბათ ამიტომაც ამბობენ, რომ ალექსანდრე ბასილაია როგორც პიანისტი კიდევ ცალკე ფენომენია, ეს კი მისი საოცარი შესრულება ჩხიკვთა ქორწილის პრემიერაზე. ბედნიერია ის, ვინც დარბაზში ისმენ და ამ ყველაფერს თუ რაიმე ღირსეული შემიქმნია, ის მხოლოდ რამდენიმე წუთშია გაკეთებულიო იტყვის. მუშაობს მაშინ, როცა არავინ ხედავს და რატომ ამასაც თავად მოგვეტყვის. უნდა ვიცოდე, რომ მე არავინ არ მისმენს იმ მომენტში, როცა მე მუშაობ. არავინ არ მიყურებდეს, იმიტომ რომ მე ხან შეიძლება წავიცეკო, ხან გიჟივით ვიარო, ხან ხელები გავშალო, ხან რაღაც გიჟი ვეგონები ალბათ იმ მომენტში, რა თქმა უნდა. მაგრამ არის მეორე თუ მე რაღაცა ისეთი გავაკეთე, რომელიც უკვე მე თვითონ მომწონს, მაშინ მინდა რომ ყველა იყოს და მოვასწრებო. ერთ-ერთ გადაცემაში ნუგზარ კვაშალი აქედან იქ გადასცემს, დღესაც ძალიან მიყვარხარ და ყოველთვის მეყვარებიო. მათი სიყვარულიც ბევრი წლის წინ დაიწყება, მაშინ ვერც წარმოიდგენენ, რომ ეს იქნება მთავარი ეტაპი თითოეული მათგანის, თითოეული ივერიელი ცხოვრებასა და შემოქმედებაში, რომ ეს იქნება ნამდვილად ეპოქალური მოვლენა მთელ საბჭოთა სივრცეში, საესტრადო ხელოვნებაში, რამდენიმე დიდი ნაბიჯით რომ გაუსწრებენ ეპოქას. თავგადასავალი, რომელსაც ივერი აქვია, ზღაპარი მუსიკალური პერფორმანსებით, გახიტებული სიმღერებით და გადაჭედილი დარბაზებით. ჯერ ანსამბლი არ იყო, იყო კვარტეტი. ცოტა ხანში უკვე შემოვიდა მოდა ვოკალური ინსტრუმენტული ანსამბლებისა და ეს კვარტეტი ჩვენიც
ტრანსფორმირება გაიცადა კვარტეტმა, უკვე უბრალოდ ინსტრუმენტულ ანსამბლად შესაბამისად შემოგვებადნენ ნიჭიერესი შემსრულებლები. ასე დაიწყება დიდი კომპოზიტორის დიდების გზა. რეპერტუარი არ გვქონდა და ვიღაცას ხომ უნდა დაეწერაო, რომ გითხარით ცოტა ხნის წინ. გზიდან არასდროს გადაგვიხვევია ეს ბუთხუზის და ჯემალ ბაღაშვილის დამსახურება იყო, მადლი მათზე იყო გადმოსული, ერთზე პოეტური, მეორეზე მუსიკალურიო იტყვის თემურ ციკლაური. 68 წელს, როცა დაარსდა ანსამბლი ვერია, ჩვენი პირველი სურათი იყო გადაღებული აქ, აი ამ ადგილას. ეხლა უკვე გაიზარდა ხეები, რამდენი წელი გავიდა, თითქმის 40 წელი. სახელი ჩვენ დარქმეული ქონდა, მაგრამ მე ამოვირჩიეთ ეს ადგილი, ვინაიდან ამას ერქვა ივერია და ეს სიმბოლური იყო, იმიტომ რომ აქ იყო ეზო, სადაც ჩვენ ნათესაობა ცხოვრობდა და ეს ესეთი სიმბოლური რამე გამოვიდა რა. აი მადლი, რომლის შესახებაც თემურ ციკლაური საუბრობდა, ივერიელების ოჯახს იმდენად გააძლიერებს, 50-მდე ქვეყანას შემოატარებს და ისე როგორც სიმღერაშია, თითქოს ყველგან ციდან ისმის ანგელოზთა სიმღერა და გალობა. აი ეს სიტყვა კი, რომელსაც ახლა მოგასმენინებთ კომპოზიტორი და ანსამბლ ივერია სამხატვრო ხელმძღვანელი სცენაზე რომ იტყვის, ფიქრობ, საუკეთესოდ გვაჩვენებს ივერიელების მთავარ ძალას. მე დღეს ბედნიერი ვარ იმით, რომ 21 წლის განმავლობაში ჩვენ ერთმანეთისთვის არ გვიღალატია. მე ამას იმიტომ არ მოგახსენებთ, რომ დავიტრაბახო, თუ რა კარგი ბიჭები ყოფილვართ. არა. ამ ხნის განმავლობაში ჩვენ გქონია გაჭირვებაც, დალხინებაც, ბევრი კარმაციც წარმოედგინეთ და ყოველივე ის, რაც ცოცხალ ადამიანებს შორის ხდება. და რაც თავარია იყო ხარდაჭერა, სიყვარული და თქვენი თანადგომა, ძვირფასო მეგობრებო, რესურსსა და ჩვენ ნამდვილად გაგვიჭირდებოდა არსებობა და რისთვისაც დიდ მადლობას გიხდით ყველას. მხოლოდ მას იმიტომ გამოუვიდა, რომ არ ზღუდავდა არავის ინდივიდუალიზმს, რბილი, მაგრამ ძალიან ზუსტი განწყობით ქმნიდა ველს, სადაც ნიჭიერი ხალხი ბოლომდე ავლენდა თავის თავს. მერე კი ისე დაატყვევებენ მსმენელს, რომ მათი სცენაზე გამოსვლა იქნება როგორც წარმოდგენა, თეატრი, სადაც მუსიკა მოქმედებს როგორც მთავარი გმირი. დაუვიწყარი საკონცერტო პროგრამები და მთავარი კიდევ ერთი ახალი სიტყვა მიუზიკლები. პირველი იქნება ჩხიფთა ქორწილი, რომელსაც დიდ სცენაზე გატანამდე თურმე დაიწუნებენ. მოვისმინოთ ფრაგმენტი თემურ ციკლაურის ინტერვიუდან. ქალაქის კულტურის განყოფილებას უნდა მიიღო, ცენზი უნდა გაევლო ამას. მოვიდნენ იქ რეჟისორები, მოვიდნენ იქ ისინი იქ და დაждდნენ თელეავი. აბა როგორია? იმიტომ ჩვენ გახარებული ვართ, ჩავიტანეთ ყველაფერი და ჩვენია, ვაჯასია, ნახე რა ლამაზია, აი ეს, აი და ეს რა დაიკეთებია. დაიწყო მეორე დღეს კონცერტი. იმის შემდეგ მათ რწმენოდათ ჩვენთან მოსვლა კეფიცერი. ძალიან რწმენოდათ თავის. ჩხიფთა ქორწილი, არგონავტები, აიეტის არია, რომელიც ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რა მძიმე ისტორიასაც ინახავს თემურ ციკლაურთან დაკავშირებით, ასევე თოვლის ბებოს ზღაპარი რეკორდული მაჩვენებლით, თუ არ ვცდები, 164 სპექტაკლი, 164 ანშლაგი ზედიზედ. მიუზიკლი ფიროსმანი 10 წლის განმავლობაში ვქმნიდით, თითქოს გენიალური ნიკოლას ბედიგაიზი რაც ნელა შეიქმნა, მაგრამ ტრიუმფით დასრულდა. პასუხად ხალხის უსაზღვრო სიყვარული და აღიარება, ის კი ბოლომდე დინჯი მეგრელი, როგორც ახასიათებენ, ახსავსე იუმორით თანაც დახვეწილი, თანადროული, ხშირად დროსაც რომ გაუსწრებს. აი მაგალითად, კაჭკაჭებით, რეჩიტატივით, იუმორით და ჯაზის ელემენტებით თანაც ჯერ კიდევ როდის. მეგონა თიკა. სადახა? ახავა? მე დიდები გავა. რასამბობლიკა. რა მოხდის ვიკა? ნამდვილად საოცარია. კაჭკაჭები ცალკე აღსანიშნია. ალექსანდრე ბასილაია დაუვიწყარ სამყაროს შექმნის ბავშვებისთვისაც. თოვლის გუნდას მეგობრებად რომ აქცევს, რომ გვასწავლის რა უნდა სოფლის შენებას და ერთ საინტერესო ისტორიას, როგორ დაიწერა მუსიკა მულტიპლიკაციისთვის, თავად მოგვიყვება. და ჩემი პირველი შვილიშვილი ჩვენ საავადმყოფოდან მოვედით სახლში და გავაღე როიალი და დავიწყე და პირდაპირ დავუყარე ეს სიმღერას ვაჟერს. ეს 2-3 4 წლის მერე შევიდა მულტფილმში. დაუჭობანა დაჭერობანა დელია
ამბობენ, რომ ის ყველაფერში განსაკუთრებული იქნება, როგორც მამა, როგორც ბაბუა, არაჩვეულებრივი შვილიშვილების, როგორც მეუღლე, როგორც მეგობარი. ეს სული კი დამეთანხმებით ალბათ, რომ ის თითოეულ ნამუშევარში იგრძნობა. ის იყო ადამიანი, რომელმაც შეგვახსენა, რომ მთავარია სამი რამე დედამიწაზე: სიყვარული, სიკეთე და სილამაზე. მას ეკუთვნის ქართული ფილმისთვის, ჩიორასთვის შექმნილი მუსიკაც, ასრულებს ანრი ბასილაია, კომპოზიტორის შვილი და ამბობენ კიდეც, რომ ასე ამ სიმღერას ვერავინ მღერის. ყველაფერი აირევა ჩვენი სიყვარულის გარდა ანრი ბასილაიას კარგად ვიცნობთ ძალიან წარმატებულ მხატვარს ივერიაში გაზრდილ ბიჭს, რომელიც ყველაზე მეტად და ალბათ მაინც ამ სიმღერით ახსოვთ ჭადრაკის დაფა და აი ამ ძველ კადრებსაც ვაჩვენებ მაყურებელს. არ აქვს დიდი სიცოცხლე ბაიქს არ აქვს დიდი სიცოცხლე ბაიქს მაგრამ ბაიქი ოცნებობს მაინც და აი ეს ვიდეოც აუცილებლად უნდა მეჩვენებინა თქვენთვის მუსიკალური დიალოგი 1984 წელი ინსტრუმენტთან რომარ ცხილაძე და ალექსანდრე ბასილაია. მელოდიის მეფეს უწოდებენ, ახალგაზრდების მეგობარი, მხარდამჭერი რომ იქნება და ბევრს სწორედ ის რომ დააყენებს გზაზე. ოქროს ქორწილი სხვანაირად გადახდა რომ უნდა, მაგრამ სამწუხაროდ ვერ მოასწრებს. მეუღლეს იმდენად რომ ეყვარება, ბევრჯერ რომ გაუმეორებს, მინდა შენზე ადრე მეწავიდეო. კომპოზიტორი ყოველ ჯერზე თურმე თავისებური იუმორით უპასუხებს. პირველი რომ შენ წახვიდე, სადმე დაგასაფლავებენ, არავის ეცოდინება, მე რომ მოვკვდე პანთეონში დამკრძალავენ, მე შენც ჩემს გვერდით იქნებიო. მუთხოვს მიყვარხარ. მეყვარები, სანამ ცოცხალი ვარ. გვენატრები, ძალიან ბაყლი ხარ. მეყვარები სანამ ცოცხალი ვარ. გერმანიაში სამკურნალოდ წასული 3 ოქტომბერს გარდაიცვლება, მისი გემოვნება, მისი ხელწერა ქართულ მუსიკალურ სამყაროს ძალიან დააკვდება. დიდი კომპოზიტორი, დიდი ინსტრუმენტალისტი და როგორც ივერიელები ამბობენ, იქამდე ვიდრე ბოლო ივერიელი ცოცხალი იქნება, ისიც მათთან ერთად იქნება ბოლომდე. და ლექსი, რომელსაც მას ჯემალ ბაღაშვილი მიუძღვნის. უხილავ ძალა არსებობს, არ არის ჩვენი ცნებისა. არც ცოდვებს უჩანს საზღვარი, არც მადლით აივსებისა. მოვსულ ვარ, ისევ მივდივართ, მხოლოდ სახელი რჩებისა. სახელს ვერ აკლავს სიკვდილი, ვერც სიმრავლეს პობს წლებისა. საუკუნეთა გზას იკვლევს, კელაპტრად აინთებისა. სამზეოს სულით უკვდავდი თითებზე დაითვლებისა. მათ შორის შენი სახელით არადროს წაიშლებისა. თავის თურმე ძალიან უყვარდა ეს ლექსი და როგორ შეეფერება მის მთელ შემოქმედებას და ცხოვრებას. ალბათ თქვენთვისაც ის ისევ როიალთან მჯდომი დიდი მაესტროა, საერთო სახალხო სიყვარულის მქონე და სწორედ ესაა უკვდავების საბუთი. ისე როგორც მის ბოლო კომპოზიციაშია, მაშინ რაღაც ნამდვილად დასრულდა, მაგრამ დაიწყო ახალი იმ დასასრულის გაგრძელება, რომელიც ძალიან გვჭირდება აქ დედამიწაზე, სადაც მთავარია სამი რამე: სიყვარული, სიკეთე და სილამაზე. ქეთუნა ბუდაღაშვილს რაღა უნდა დავამატოთ ამ სიყვარულზე ნოტებით მოლაპარაკე ადამიანზე მეტი არ ვიცი და ალბათ ყოველს მხოლოდ ერთი ოცნება და სურვილი გვაქვს რომ შეგვეძლოს ესე სიყვარული საკუთარი პროფესიის და საკუთარი მეორე ნახევრების ოჯახის და მეგობრების
ნამდვილად დასწია და მე გულწრფელად ვაღიარებ, რომ არ გავა დღე, გულწრფელად არ გადის დღე, რომ მე მის ერთ კომპოზიციას მაინც არ მოვუსმინო, იმდენად მიყვარს მისი შემოქმედება და რაღაცა განსაკუთრებული, გამორჩეული ნიჭის ადამიანი იყო და ასეთი სიყვარულიც იცოდა. ხო, ნიჭიერება ტექნიკა. გულწრფელად ეს სიყვარულის გადმოცემაც ძალიან მნიშვნელოვანია და არ მგონია ადამიანი დედამიწაზე, ვისაც აი ესე არ უნდადეს რომ თავის სიყვარული გადასცეს, არ ვიცი, მარტივად გასაგებად და დასამახსოვრებლად. ასე ნამდვილად.